ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს ჟურნალისტი თიკა გურაშვილი ინკოგნიტოს დროით 2025-2026 წლის პირველ სიუჟეტს წარმოგიდგენთ. 6 სექტემბერს 4 საათზე ჩვენი სტუმარი გახდათ ქალბატონი ეკა ქართველი, რომელთანაც საინტერესო ინტერვიუ შედგა. თქვენ უკვე ნახეთ გადაცემის ანონსი, დეტალებს კი ახლა გიამბობთ. მოგესალმებით ქალბატონო ეკა, მადლობას გიხდით ჩვენთან მობრძანებისათვის. ჩემთვის თქვენი სტუმრობა დიდი პატივია. მოდით წარუდგინეთ თავი ჩვენს მაყურებელს. მოგესალმებით თიკა. მე გახლავართ ეკუნა ქართველი, დაბადებული თბილისში 70-იან წლებში. და შემდეგ 90-იან წლებში ვემიგრირდი ესპანეთში და იქ განვაგრძე ჩემი ცხოვრება ჩემს ოჯახთან ერთად. განათლება ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე და ასევე ჩემს შვილებთან ერთად სწავლობდი ესპანურ ენას, ლიტერატურას და ასე შემდგომ. რამდენიმე წლის მერე, როცა უკვე სკოლა დაამთავრეს, გადავცხოვრდით ინგლისში, იმიტომ რომ ბრიტანული განათლება მოიტომეს უმაღლესი და მე როგორც ქართველი დედა გავყევი ჩემს შვილებს და ეს სიტყვით იქ მოღვაწეობთ ამ ეტაპზე ლონდონში. პირველი ისტორიული ფაქტი, რომელიც მთლიანი სიუჟეტის ნაწილია, არის ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტოს დამაარსებლისა და ხელმძღვანელის მანანა გაბრიჭიძისა და ეკა ქართველის მემორანდუმის ხელმოწერა, რომელიც გულისხმობს სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებას. მან ჩემ სპეციალურად დაამზადებინა საწერი კალამი ინკოგნიტოს ლოგოთი, რომელიც ხელმოწერის შემდეგ ქალბატონ ეკას გადასცა. მომავალი თაობის გაზრდა არის ჩემი პირადად და თქვენი ვალდებულებას დაახლოებით 15,000 ბავშვი ყავს გასული და უბედნიერესი ვარ 30 წელი ამ საქმეს ვაკეთებ და წელს პირველად დავდე პოსტი რომ 31 წელია ვიწყებ ჩემს საყვარელ საქმეს, რომელსაც ვემსახურები დიდი ემოციებით, დიდი სიყვარულით და მეამაყება ყველა ის ბავშვი, ვინც გავზარდეთ. მე მინდა ეკამ რახან მივიღეთ ჩვენის გადაწყვეტილება, მაყურებელი ნახავს განკრული თქვენს მიერ გადმოგზავნილი, აი სამივე სურათით, რაც იყო ყველა გავაკეთეთ ის პირველი მონაკვეთი, მეორეც, მესამეც და გადმოგვეცით სერტიფიკატები, მადლობას გიხდით პირველ რიგში ამისთვის და ჩვენი ურთიერთობის გაგრძელებისთვის სამომავლოდ. მე მინდა როგორც თურქეთთან გვაქვს ჩვენ მემორანდუმი გაფორმებული, როგორც თავშოთ ნებისმიერ ქვეყანასთან იგივე საბერძნეთთან, თქვენთანაც როგორც ესპანეთში გავაკეთოთ ეს მემორანდუმის ხელმოწერა და აი ეს საწერი კალამი სპეციალურად იმისათვის, რომ აი ინკოგნიტოს ლოგოთი სპეციალურად გავაკეთეთ, რომ ხელმოწერა გავაკეთოთ ჩვენ აი ამ მემორანდუმის და მე უკვე სამასორო თქვენ გამოგიცით ეს საწერი კალამი. მოვაწეროთ, ჯერ თქვენ მოაწერეთ თქვენს ქვეყნად გაზაფხულის კლავაც დამხატველო ძის რასულის თქმა ხარ აქ არის მოდი ალვის ხელს წელზე მოეხლიო ჩემი საქართველო აქ არის ჩემო სიამაყე ჩემო სადარდელო ჩემი საქართველო აქ არის. ეკამაც მიმართოს ჩვენს მაყურებელს საჩერდება კალამი, რომელიც ორიგინალურად დარჩება აი ამ სპეციალურ დღეს, ხო? რომ არსებობთ, რომ ზრუნავთ ამ ჩვენ ახალგაზრდობაზე და ახალგაზრდობაზე. იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია დღეს ჟურნალისტიკა მარტო საქართველოში კი არა, მსოფლიოში. იმიტომ რომ ეს არის მედია, რომელიც გაგებინებს ყველა დაგებინებს და არა მხოლოდ და ეს ჟურნალისტიკის სფერო, რომელიც ხელოვნება თუ კულტურა თუ რა თქმა უნდა პოლიტიკა თუ ყველაფერი ეკონომიკა ამაზეა ეს აუცილებელია, რომ ყავს ეს ჩვენს ჩანასწრები ჟურნალისტები, ვისაც ეყვარება სამშობლო, ვისაც ეყვარება თავისი პროფესია და საყვარელი საქმე და არ გაჭირის არაფერს. დედაქალაქი. მე ნამდვილად შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩემი ყველა ინკოგნიტოელი არის
მართლა სამაგალითო და საუკეთესო ჟურნალისტი და იმედს ვიტოვებ ჩვენი თანამშრომლობით ესპანეთში ძალიან ბევრი თუმცა ყავს ესპანეთში ხო ფილიალი მქონდა და მაქვს ისე გრძელდება და მარიამ კეტიტაძე ანუ არიან ბავშვები რომლებიც იქ გაიზარდნენ და სამომო ხურაშაშვილი და ბევრი ისეთი ბავშვი ვინც თავისი გზა ნახა ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი ვარ ამით რაც შეეხება ახლა ჩვენს საქმიანობას ჩემი ქალბატონი ანუ ჩემი შვილი, მაგრამ მარტო შვილად არა, უბრალოდ როგორც ჟურნალისტი, მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო და მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ჩართვებით გამოირჩეოდა და ის მოღვაწეობს უკვე ესპანეთში და დაკავშირებული. ნუ ყოველთვის გახედავთ კოხტები დაახლოებით საერთოდ მიყავს საუბარი. დღეს მივიდა ესპანეთში. მაცელებენ. ნაღები საზოგადოება. ფრენა მქონდა ქუთაისიდან აქედან გამომდინარე კი გადავიღე რამდენიმე ვიდეო, სადაც ვტკბებდი საქართველოს ბოლო ხედებით და ჩემი სილამაზით რა თქმა უნდა. გაფრენის ემოციები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო და მშვიდობის მომენტი, სენტიმენტები რა თქმა უნდა. და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს, რომელიც ქვეყანას თუნდაც ცოტა ხნით, მაგრამ ტოვებს, ყველას გამოგვცდია ეს გრძნობა. გიბრუნდები თვითმფრინავიდან გადაღებული კადრებით და ვიმზადები ბატონ დემნესთან შესახვედრად. მის მოღვაწეობასთან ბარსელონაში და უშუალოდ ბატონ დემნესთან დაკავშირებით უფრო მეტ შემდეგ სიუჟეტში შეიტყო. მე მაქვს თქვენთან ერთი კითხვა. თქვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე ჯილდო გადაეცით ჩვენ ტელევიზიის ხელმძღვანელს და დამაარსებელ ქალბატონ მანანა გაბეჭიძეს. რა ჯილდოზეა საუბარი თუ შეიძლება რომ ვიამბოთ? მე დავაარსე ჟურნალი კავკასიის იბერია, რომელიც მოგვითხრობს საქართველოს ძველ კულტურებზე, იბერიულ ცივილიზაციაზე და მრავალ სხვა საჭირბოროტო საკითხებზე, ოღონდ საქართველოს ვუკეთებთ პოპულარიზაციას ესპანურენოვანი მკითხველისთვის. მე როცა დავიწყე ეს საქმიანობა, ქალბატონმა ლელა ქართველმა გაუწია დიდი რეკომენდაცია იკოგნიტოს და ქალბატონ მანანას როგორც ქართველი ჟურნალისტების აღზრდელი და გამზრდელი ამ სფეროში და ძალიან მომეწონა მისი ეს აქტივობა, ის წლებია, ესე იგი ამ საქმეს ემსახურება დიდი სიყვარულით და ეს ჩანს მის მოსწავლეებზეც და ჩემთვის იყო ძალიან დიდი ბედნიერება, რომ მას მიიღო ჩვენ პროექტში მონაწილეობა, კერძოდ ჟურნალში, რომ გაგვეშუქებია მისი საქმიანობა და ეს სკოლა იკოგნიტო. ახლა კი შემოგარგებო, სულ რამოდენიმე წუთით გადავფრინდეთ ჩვენი ბედნიერი ბავშვობის იმ მშვენიერ წლებში. Incognito ცხოვრება ძირითადად იწება ღიარული წუთები წამსოს ემორჩილება საოცნებო ფერია ჩვენ თავს ღამეს მიყვება ღიარული ფერები თვალწინ გადაგვეშლება ესეთი ხალხი ინკოგნიტო სასწავლებელი არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ქართული საქმე. ამ საქმემ საქართველოს იმდენი რაღაც გაუკეთა უკვე ამ 3,000 წლის მანძილზე, რომ ნამდვილად სამშობლოს მადლობა ეკუთვნის ჩვენს მანანას. და მადლობა აი ბავშვები, რომელიც ჩვენ მიეცით საქართველოს, ბავშვები, რომელიც აი ამ სამი ქვეყანას ამუზარდებს, აი ეს არის უკვე დიდი მადლობა ჩვენს. რატომ? იყავი დარწმუნებული იმაში შემოგარგო, თითოეული მათგანი მოიტანს სარგებლობას. მისასწრაფო შენ გააკეთე. ახლა მინდა ცოტა სამზარეულოში შეგიყვანოთ. რა ხდება ამ სკოლაში? პირველი ის, რომ ადამიანები არიან ბედნიერები, იქნებიან ესენი მოსწავლეები თუ მასწავლებლები. ეს ერთი. მეორე, ამ სკოლაში ხდება ბავშვის კვალიფიკაციის ამაღლება, მისი ორიენტაცია. აქ ხდება სწავლება იმისა, რაც მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ნამდვილად ჭირდება. და ეს არ მოხდება ძალიან დიდი და ძალიან ხილნეული
ძალისხმევის გარეშე, მაშინ როდესაც ეს არის ბიზნესი, რომელსაც ბევრი ფული კი არ აქვს, თავის სარჩენათაც არ ყოფნის ფული. და მე გავიხარო ისე რამდენი მანანას აქვს ფული დახარჯული საკუთარი ამ საქმეში. და რა მოხდა ამ პატარა საქმემ, რომელიც თურმე დიდი ყოფილა, აღმოსავლეთში თურქეთიდან და ისრაელიდან დაწყებული, დასავლეთში დამთავრებული ესპანეთით დალაშქრა ამ ხელა კონტინენტს. როგორ გონიათ ასე მარტივია ამ კავშირებზე გასვლა და ამის გაკეთება? არა. ეს რას ნიშნავს? გარდა იმისა, რომ ბავშვები ეზიარებიან ამ კულტურას, სადაც მიდიან ისინი მანანასთან ერთად შემოყარება. ამავე დროს ხდება ჩვენი ქართული კულტურის გატანა საზღვარგარეთ, რომელიც ასე მაგრად ჭირდება ჩვენს ერს. ჩვენთვის ხოიცით ყველაზე დიდი საქმე რა არის საქართველოსთვის. ის რომ სამყარო ვიცოდეს მისი ფასი. და მისი ფასი თუ ეწოდება სამყაროს, ესენი გაგუთხენდებიან ჩვენ. მაშინ ადვილად ამ მიწაზე ვერავინ ვეღარ იმოგინებს. დაბრუნდება ყველა ქართველი, ღმერთია მოწყალე, შეხარჩეი ბატონი და რიცხობრივად ყოველთვის ვაჯობებთ მათ, ვისაც უნდა რომ მოვიდეს და გაინაწილოს ჩვენი ბედნიერება ამ მიწაზე. თუმცა ფაქტია შეავდეთ, მოდიან და კარგ საქმეს გააკეთებთ. ჩვენმა გამიგზავნა ლაპარაკი არ მინდა ილოცა ამ ეს ვიყავი ბედნიერი და არ გამოგევიდეთ ძალა და ენერგია ისათვის, რომ საქართველოს ემსახურო იმ რანგში და იმ ხარისხში, რომელსაც აქამდე ეწოდა. სამშობლოს სიყვარული ეს ადამიანს აქვს დაბადებიდან. უბრალოდ მონატრება, მე როცა ხდები ემიგრანტი, ეს იმდენად მძაფრდება და იმდენად სიძლიერით გაქვს, რომ მინდა შენ სამშობლოს რაღაცა გაუკეთო და ზუსტად აი ამ მონატრებამ, ამ სიყვარულმა, იმ დაშორებამ მიმიყვანა იმ დონემდე, რომ ეს ჟურნალი შევქმნი და ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პატივი და ამითი რაღაცნაირად აი სული სიმშვიდე, რომ ჩემი სამშობლოს რაღაცაში ვადგები. თქვენი განსაკუთრებული მიღწევა რა არის, როგორ ფიქრობთ? თქვენ ხართ საერთაშორისო აღიარების მქონე მწერალი. ფლობთ 7 ენას. აი როგორ შეძლებთ, რომ ასეთი წარმატებული ადამიანი ყოფილიყავით? მე ბევრი თქვენ მსმენია თქვენ შესახებ და აი მართლაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება დამიტოვა თქვენმა ბიოგრაფიამ, თქვენმა საუბარმა, რაცაც მიყვებით. აი როგორ შეძლებთ, რომ ასეთი წარმატებულ ადამიანად ყოფილიყავით? მადლობა თიკაგენეცალე. იცით, ზუსტად აი ამ დიდმა სიყვარულმა გამაკეთებინა ის, რაც გამაკეთებინა. მე ბევრ ჩემზე ვერაფერს ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა და ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა ამ ყველაფერში გახდათ ის, რომ ამ ჟურნალის გამოცემისთვის გაეროს მშვიდობის ელჩის, მსოფლიო მშვიდობის ელჩის წოდება მომანიჭეს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და დიდი ჯილდო, რომ მე დღესდღეობით ეს სტატუსი მაქვს და ღმერთმა ქნას, რომ ბევრ კარგ საქმეში გამოვადგენ ჩემს სამშობლოს. მე დარწმუნებული ვარ ინტერვიუს ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გახდებით და ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო ხართ კიდეც. ანუ ადვილი არ არის იმ მიზნების მიღწევა, რომელსაც თქვენ მიაღწიეთ. მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ ჩვენთან მობრძანებისათვის და დაფასებისათვის. მადლობა თქვენ.